მუტაცია, ვიტყვი ამ სიტყვაზე ცოტა თან არ მომწონს რომ ვამბობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ რაღაცა ფანტასტიკური სფეროს ჟანრივით ჟღერს მუტაცია. X-Men-ით რა ფილმებში ან რაღაცა მუტანტი უნდა დაიბადა. რაღაცა თუ გადაიქმნება და გადაიქცევა და თან როგორც წესი ცუდად. ბოროტია, ხო? ცუდად გადაიქცევა. ხო, ცუდად გადაიქცევა. ხო, თუმცა მუტაცია ეს არის, რა ქვია, ნორმალური თანხმები ევოლუციის თქვათ ნაწილი. რეალურად ნიშნავს ან დნმ-ის კოდში ცვლილებას და ყველას გვაქვს მუტაციები. ანუ ეხლა მე მაქვს მუტაცია. ბევრი მუტაცია გაქვს, მაქვს თუ მქონდა თუ ექნება თუ რა. ანუ ეს პროცესია. გაქვს, შეიძლება გაჩნდეს, აი დავუშვათ დასხივებით ან ასე შემდეგ კიდე ახალი მუტაცია გაჩნდეს. თიკა, ადამიანებს უმრავლესობას ასობით მუტაცია აქვს დნმ-ში. ის არის ახალი გენეტიკური მასალის წყარო. ანუ კეთილი მუტაციაც არსებობს. სამნაირი მუტაცია არსებობს, ეს ძალიან ისე პირობითად დავყოთ, ეს მუტაცია, რომელიც არც არ გააკეთებს, ან თავისთვის არის. მეორე, ის რაც შეიძლება რაღაცა უფრო უკეთესი უნარი შეძინოს ორგანიზმს, რაც ევოლუციის სვლას განაპირობებს და ცუდი მუტაციები, რომლებიც იწვევენ სიმსივნურ დაავადებებს. ესე იგი, რა თქმა უნდა, როგორც დავიწყე ეს მუტაცია, მე მაინც ნეგატიურ ჭრილში წარმომიდგინა, თუმცა ასე მთლად არ გამოდგა. თუმცა, როდესაც წყვილში განიხილება საკითხი დაუშვათ უშვილობის მიმართულებით, ასე გენეტიკური მუტაციაზე კვლევის საჭიროებაც დგება, ხო? კი, თიკა, ნამდვილად. არიან ლაბორატორიები, რომლებიც აკეთებენ ამ გენეტიკური მუტაციის ტესტს და რა შემთხვევაში ტარდება ტესტი, ხო? პირველი შვილის მართალი თქვი შენ, შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წყვილმა შეიძლება თავად ჩაიტაროს გენეტიკური ტესტი, თუ აქვს ოჯახური ანამნეზი, რაიმე დაავადების, მაშინ უფრო მიზანშეწონილიც არის რომ ჩაიტარონ ეს ტესტი და შენ წარმოიდგინე რომ გენეტიკური ტესტი შეიძლება ჩაუტარდეს ინვიტრო განაყოფიერებით მიღებულ ემბრიონს სანამ გადაიტანენ დედის ორგანიზმში. კი ბატონო, თან ფიქრობ რომ ამ სიტყვებს გავყვა მეც ფიქრით, რასაც ამბობ. და ეს პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც შემოგვიერთებიან, რომელიც ფიქრითაც და ქმედებითაც მიყვებიან სწორედ ამ პროცესს, რომ მიიღონ სასურველი ორსულობა, მათ შორის გენეტიკური და უშუალოდ მუტაციების გამორიცხვის ხერხითაც და მოდით დავპატიჟოთ ახლა ჩვენთან სტუმრად პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და ექიმი გენეტიკოსი მედიცინის დოქტორი მაკა ჭიპაშვილი. რა თქმა უნდა, გადამოწმოთ თქვენ უნდა განვახორციელოთ ამ თემის და ამ საკითხის გარშემო. პირველ რიგში ისე მუტაცია, რომელიც მაინც ჩემთვის არის რაღაცნაირი უღრანი ტყე და შევეცადოთ, რომ მაყურებლის ყურამდეც მევიტანოთ ის ინფორმაცია, რომელიც მჭირდება ასე ძალიან რომ ვიცოდეთ. მოდი დავიწყებ იმით, რომ ხშირად არ ვიცით, რა დაავადებებს ვატარებთ, რას ნიშნავს გენეტიკა ზოგადად, რას ნიშნავს ქრომოსომული მუტაციები და რას ნიშნავს გენური მუტაციები. ძალიან ხშირად, როცა ვსაუბრობთ გენეტიკაზე. ყოველთვის ფიქრობენ, რომ რადგან ინვიტრო განაყოფიერებაში გენეტიკურად გამოკვლეული ემბრიონი გადადის, იმდენი შეკითხვა შემოდის, რომ როგორ შეიძლება შემდგომ რაიმე პათოლოგიით ბავშვი დაიბადოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ მაინც შეიძლება. აი ნახე მე გამიცდე როგორ, აბა თუ შესაბამისად იმდენი შეკითხვა შემოვიდა, რომ აი გენეტიკურად გამოკვლეული ემბრიონი მყავდა, მაგრამ მაინც მომეშალა, იმდენი შეკითხვა არის ამ თემაზე, რომ რაღაცა დაავადებით დაიბადა ბავშვი. ჩვენ 100%-იან გამოკვლევას ვაკეთებთ მხოლოდ 23 წყვილი ქრომოსომის. შესაბამისად, ის დაავადებები, რასაც ჩვენ ვატარებთ, ხო? ეს არის წერტილოვანი მუტაციები, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს, უმრავლესობა მათგანი არის რეცესიული, ანუ რეცესიული რას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ორი გენი, ერთი ჯამრთელი, მეორე არაჯამრთელი და მაგალითად ის იქნება დომინანტი, ანუ რომელიც ჯამრთელია. შესაბამისად, ჩვენ ვიბადებით ჯამრთელები, ვართ ძალიან ლამაზები და კარგები, მაგრამ შეიძლება საკუთარ თავში ვატარებდეთ ძალიან ბევრ პათოლოგიას, რომელსაც თუ მაგალითად ჩემს პარტნიორს იგივე პათოლოგიური გენი აქვს, ერთმანეთს შეხვდება და ბავშვი შეიძლება დაიბადოს ავადმყოფ. შესაბამისად. მაყურებელს აუხსნათ, რომ არ დაიბდნენ, ანუ გენი და ქრომოსომა, რომ მიხვდნენ. აი, ეს უკვე ალბათ ქალბატონს ანუ ხო, ანუ გენი რა მოჭრილი რა ინფორმაცია, ქრომოსომა რა არის და რა შეიძლება რომ მოხდეს. ქრომოსომა დავიწყოთ მაშინ, იმიტომ რომ გენები განთავსებულია ქრომოსომებში. 23 წყვილი ქრომოსომა გვაქვს. მოყვებით ნელა, შედარებით მე ნელა.
ანუ სულ გვაქვს 46 ქრომოსომა, ნორმად ეს ითვლება. ნუმერაცია გვაქვს პირველიდან 22-ის ჩათვლით, რომელიც ქალებს და მამაკაცებს გვაქვს მსგავსი და განსხვავებით, ჩვენ გვაქვს XX ქალებს და მამაკაცებს აქვს XY. დიახ. უკეთ ეს Y-ია, რომელიც განსხვავებას ქმნის ქრომოსომაში არის 46 გენი, თუ არა, გენი არის მილიარდი. მილიარდი. ძალიან ბევრი გენია და თითოეული გენის ცვლილება მე რა მუტაციაზე რასაც საუბრობდით, აი გენის თანმიმდევრობის ცვლილებას, ანუ რაც განაპირობებს იმას, რომ ნორმალურად იფუნქციონირებს, სწორედ აი ამას ეძახიან მუტაციას. ქრომოსომულ ცვლილებას ვამბობთ ხოლმე ესე, ან რაოდენობრივი, ან სტრუქტურული. რაოდენობრივი ნიშნავს, რომ არის 46-ზე მეტი, ან ნაკლები, და სტრუქტურული ნიშნავს, რომ მისი ნაწილის დაკარგვა, შემოტრიალება და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ გარკვეული სტრუქტურულ გადაადგილებას აქვს ადგილი. იმიტომ რომ განაყოფიერების შემთხვევაში ის რაც რუტინულად ტარდება, ანუ შეგიძლია ყველა პაციენტთან ჩაატარო, რა თქმა უნდა, გარკვეული ჩვენებით ისიც ხო, ეს არის პრეიმპლანტაციური სკრინინგი, ოღონდ აი ქრომოსომული დარღვევების, იმიტომ რომ ეს არის თანაბრად გავრცელებული ყველა ეთნიკურ ჯგუფში, მეტნაკლებად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში კი ვამბობთ ხოლმე, რომ 35-ის ზევით რისკი მაღალი, უფრო თუმცა 35 წლამდეც ნუ საკმაოდ მცირე პროცენტი არ არის. ანუ გადატანამდე utარდება ემბრიოს კვლევა, ამაზე ვსაუბრობთ ამ წუთებში, მაინც უკვე მივედით ამ ეტაპამდე, რომ გადატანამდე ვაკეთებთ ქრომოსომულ კვლევას. ოღონდ დინე მახსენა 23 წყვილზე. მაგრამ მაინც რჩება ალბათობა. კი ბატონო. აი ეს ალბათობა ეს ალბათობა განპირობებული სწორედ არის აი ამ გენური დარღვევებით. გვაქვს კიდევ მესამე კატეგორია, რომელსაც ვერანაირი კვლევით ვერ ვადგენთ, ამას ქვია მულტიფაქტორული. როდესაც აი გენეტიკური განწყობა გვაქვს, მაგრამ ნუ გარემო ფაქტორების ხელშეწყობით ხდება დაავადების გამოვლინება, ესეთია მაგალითად აი შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი, რომელზეც აი ვამბობთ ხოლმე, რომ არ გვაქვს გენეტიკური შაქრიანი დიაბეტი, აი ასაკში განუვითარდა, სწორედ აი ესეც არის აი ესეთი მულტიფაქტორული ქვია, იმიტომ რომ რამდენიმე ფაქტორის ხელშეწყობა ჭირდება მის გამოვლენას. ანუ ცოტა ის რო გავიგო ის დაავადება მაგალითად რომელიც არ ქონდა ჩემ წინაპრებს და მე ვიყავი პირველი, ოდი სხვაზე მოყვები და ვიღაცა იყო პირველი, ვისაც გაუშვდა, იმიტომ რომ რაღაც მუტაციის შედეგად მოხდა ეს. უკვე მომდენო თაობებში ნიშნავს, რომ არის გენეტიკური განწყობა ამისკენ, ხო? მოდი გავაკეთოთ. თქვენი პაუზა მომეწონა. მოდი დავიწყოთ ეს. ჰემოფილიის მაგალითზე გამოვართ, ხო, უფრო მარტივია, ანუ ჰემოფილია არის ის გენი, რომელსაც ატარებს ქალი, მაგრამ ის არასდროს არ არის ხოლმე დაავადებული, რადგან ჩვენ 2X-ი გვაქვს. შესაბამისად, აი ამ X-ით სრულად ვართ უფრო ძლიერები, რადგან ჩვენ გაცილებით უფრო მეტ დაავადებას ვატარებთ ჩვენს თავში, მაგრამ გამოვლინება ამის არ ხდება. გამოვლინება არ დიახ, ხდება, ანუ მაგრამ დაავადებული შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, და ნახეთ, მე რომ ვატარებ აი ამ გენს, დაუშვათ ჰემოფილიის, თუ მე მეყოლება ბიჭი შვილი და იქაც ეს გენი შეხვდება იგივე გენს, ბავშვი გამოვა დაავადებული. ძალიან ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რას ატარებს. რა თქმა უნდა, რატო ეცოდი? მაგალითად, მე ვფიქრი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წყვილი როცა მოდის რეპროდუქტოლოგთან, გაშიფრვა მოხდეს თუნდაც ამ გენური მუტაციებისა, რომელიც რეალურად ჩვენ გვაქვს დარებლობა, ეს უფრო მარტივი იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ნუ წყვილი ქორწინდება, მაგალითად, მათ არ იციან რა ამტარებლობის რა მატარებლობა აქვს და ეს ნორმალურია, არავინ არ იცის. ან 680 გენს ვიკვლევთ, ყველაზე რთული დაავადებების, ყველაზე ხშირად არსებული დაავადებების, ახლა არ შეიძლება ყველა გენი გამოიკვლიო, მაგრამ აი, ანუ ისეთი გენების გამოკვლევა კეთდება, რომელს შემთხვევაშიც შეიძლება ჩვენ დავგვებადოს დაუშვათ არაჯერად. ეს ყველა წყვილს უწევთ ამის რეკომენდაციას, მაგრამ ალბათ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელთაც უფრო ესაჭიროება და გარდაუვალია. ვისაც აქვს თვითნებითი აბორტები ხშირად. ხო, მე ვფიქრობ, რომ 7 და 8 თვითნებითი აბორტი როცა აქვს, მაგალითად, ჩვენ საერთოდ არ ვიწყებთ კვლევას იმის გარეშე, რომ ჩვენ გენეტიკა ქრომოსომული გამოიკვლიოთ ჯერ და მე გენური მტარებლობა მუტაციების კვლევებია. ორი კვლევა ითვლება დღეისთვის პერიკონცეპტუალურ ვიზით ვეძახით ამას, როდესაც წყვილი მოგმართავს, რომ შეაფასოს რა რისკები შეიძლება იყოს ოჯახში. დღეისთვის ხაჭა ძალიან იმატა ამგვარი წყვილების რაოდენობა, იმართავს თუ არა იმ დროს არ აქვს მნიშვნელობა, მაინც რომ ნუ სურს მაგალითად ოჯახში
შექმნა და რაღაც რისკების შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია სხვაჩას ამ ტარებლობის სკრინინგის ჩატარებამდე კონსულტაციის ჩატარება იქიდან გამომდინარე, რომ თუ წყვილიდან რომელიმეს რაიმე დაავადება უკვე აღენიშნება, მაშინ უკვე სკრინინგს არ ატარებს, ანუ სკრინინგი თავისთავად ნიშნავს უსიმპტომო ინდივიდში ჩატარებას და იქ უკვე ვაკეთებთ დიაგნოსტიკას, თუ მაგალითად დიაგნოსტირებული არ არის, ან აკეთებს სპეციფიურ პანელს, მაგალითად შეიძლება იყოს რევმატიული პანელი, ენდოკრინული, ძვალსახსროვანი და ასე შემდეგ. ან თუ დავუშვათ რამე ორი ორგანოს დაავადება მაინც არის, მაშინ აკეთებთ ხოლმე სრული ეგზამის საქმიანობა ქვია, როდესაც პრაქტიკულად ყველა მარტივენაზე რო ვთქვათ, ყველა აქტიური გენის გაშიფრას აკეთებთ, მაგრამ თუ არის უსიმპტომო წყვილი, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, არანაირი ქრონიკული დაავადება და ეჭვი არაფერზე არ არის, მაშინ ამ შემთხვევაში უკვე აკეთებთ ტარებლობის სკრინინგს პლუს ქრომოსომის სკრინინგს და ეს უნდა მოხდეს რა ეტაპზე? თუ ინვიტრო განაყოფიერებას აკეთებ მაშინ პროცესს. სანამ მოაწერო აი მე არ არის ცუდი იდეა მართლა კი, დავტილოთ. კი. ეხა ვინმესო შეთავაზო წამო გენეტიკურ კვლევაზე წავიდეთო და მე გეტყვი გამოყვები ცოლა თუ რანაირი სასწრაფო დისკრიმინაციული ის არის განცხადება. არა, მე გაყვები. იცი როგორ მოიქცე, ანუ იცი როგორ რას აკეთებ, რომელ გენს იკლევ, მაგალითად გეგმა მე უკვე თუ ინვიტროს აკეთებ პრემპლანტაციურად, აი უკვე მაგაზე აქამდე მივედით ფაქტობრივად ქრომოსომულის გარდა გენური გამოვიკვლიეთ თუ არა, ან პრენატალურად ზუსტად იცით რას ეძებენ. ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ მოკლედ. და დავუშვათ ანალიზი გაკეთდა და რაღაცეები გამოიკვეთ. აი ამ შემთხვევაში უკვე ინვიტრო განაყოფიერება არის უკეთესი ვარიანტი. ყვეთით ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, ანამნეზს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, აქ იგულისხმება რომ ანამდე რა ხდებოდა, იყო ხშირი შეწყვეტილი ორსულობა თუ ასე შემდეგ, ანუ ხომ არ არის კიდევ დამატებითი ჩვენება ინვიტროსი და შემდეგ უკვე ვაკეთებთ ინვიტროს პრემპლანტაციურ გენეტიკურ კვლევებს, ან თუ თავისით სურს მაინც დაურსულება, მე მაშინ პრენატალურ კვლევას. მე რატომ მაქვს ამ შემთხვევაში უპირატესობა იმას გეტყვით, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალთან, ჩვენ როცა როგორც ინვიტრო, ყველა ქალს უმწიფდება ერთი ფოლიკული. რეალურად და მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი, ან მაქსიმუმ ორი მოხდეს განაყოფიერება რეალურად ტყუპების დაბადების შემთხვევაში არა ერთი და იგივე ტყუპის. და შესაბამისად, განაყოფიერება რომ ხდება, თუ მათ ეს ალბათობა ძალიან მაღალი აქვთ, აუცილებლად შეხვდება ეს ორი გენი ერთმანეთს და დაავადება გამოვლინდება. მაგრამ მე შემიძლია მივიღო არა ერთი ფოლიკული, არამედ მივიღო 10 და 20 ფოლიკული, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ასაკია და ალბათობა როგორც თეთრი ბოცვერი და შავი ბოცვერი ერთმანეთს შეაჯვაროთ და ზოგიერთი გამოვაჭრელი, ხო? მე უფრო მეტი შანსი მაქვს მივიღო აბსოლუტურად ჯანმრთელი გენოტიპის ემბრიონი. აქედან გამომდინარე, მე უფრო მეტი შანსი მაქვს ჯანმრთელი ემბრიონის განვითარების. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გენეტიკური სკრინინგი ჩატარებული აქვს ემბრიონს, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ პროცენტი დაორსულების არის 60, 70, ზუსტად იმიტომ, რომ აი ამ ქრომოსომულ დარღვევებს ვიკვლევთ. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა 100%-იანი რომ გავხადოთ, მაინც ვერ გავხდით, რადგან ქალბატონმა მაკამ მოგახსენათ, რომ ის 30% მაინც არსებობს, ის მულტიფაქტორული იქნება თუ წერტილოვანი მუტაციები, რომელსაც უბრალოდ არ ვიკვლევთ და შესაძლებელია ამ ნაყოფს კონდეს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის, რომ ყოველი მთელი 9 თვის განმავლობაში ვამოწმებთ ნაყოფის განვითარების ანომალიები ხომ არ არის, რაღაცა ორგანოგენეზი ხომ არ დაირღვა. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არ შეიძლება არ იყოს დაკავშირებული იმ ქრომოსომულ პათოლოგიებთან, რაც არის. და ასევე მაინტერესებს ქალბატონმა, კაი, რადგან გენეტიკურ კვლევებზე და მუტაციებზე საუბრობთ, შეიძლება თუ არა წინასწარ განსაზღვრა დავუშვათ სიმსივნის განწყობის. კი. სხვა შეიძლება ეს ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აი თუ ერთი ოჯახის წევრს აქვს რაიმე ონკოლოგიური დაავადება. იმ პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც დაავადებულია, მისთვის შეფასდეს, რომ ვიცოდეთ რა სუეძებთ, ასე ვთქვათ და მე ძალიან ერთ-ერთი პირველი სხვაჩერს იყო ზუზუს კიბოსთან დაკავშირებით ვერსია 1-ზე და 2-ზე, როდესაც თუ არის მტარებელი ოჯახის წევრი მდედრობით სქესის ამ შემთხვევაში დაახლოებით 50%-მდე ზუზუს კიბოს განვითარების რისკი, თუმცა მამაკაცებში არის ემინომის მაგალითად ესე ჭირკლის სიმსივნის განვითარების რისკი და ეს კი დღესდღეობით ძალიან რეტინობლასტომის გენი ასევე. კი. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მადლობას გიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის. მეტნაკლებად ვეცადეთ, რომ აი ამ ძალიან დიდ
სფეროში, რომელიც უკავშირდება გენეტიკას, გენეტიკურ განწყობებს, მუტაციას და ზოგადად ესეთ ტრანსფორმაციებს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც თუმე ევოლუციასაც უკავშირდება და გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს მოსვლაში დღევანდელ დღემდე. გამოიკვეთა მეორე მხარეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ინფორმაციის მომცემია, კონკრეტულად გენეტიკური განწყობების თუ გენეტიკური პათოლოგიების შეფასება სხვადასხვა ანალიზებით, როდესაც საუბრობთ ახალ სიცოცხლეზე და როდესაც საუბრობთ გაჩენილი სიცოცხლის კიდევ უფრო კარგად გატარებაზე. ამიტომ სასიამოვნოა რომ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, მნიშვნელოვანი ყოფილა ნამდვილად ვიცოდეთ უფრო მეტი ჩვენს გენეტიკაზე და გენეტიკურ ინფორმაციაზე, ვიდრე ვიცით. ამიტომ ვისაც მით უმეტეს დაგეგმილი აქვს დავუშვათ შვილის გაჩენა, ეს კარგი ხერხია რომ რაღაცეებისგან თავი დაისხოთ. მადლობა.